დილომშვიდობის მოგესალმებით, ვაგრძელებთ დილის პალიტრას და დღეს ხუთშაბათი დღეა განათლების რუბრიკაა და განათლების რუბრიკის ფარგლებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი რაც ქვეყანაში დგას დღეს არის ის რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებამ დაანონსა განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება ამ სფეროში დაწყებული სასკოლო განათლებით და დამთავრებული საუნივერსიტეტო იხილავს საზოგადოებამ ის ინიციატივაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს ამაზე არ ვიცი ამ ვისაუბრებ უფრო სასკოლო საკითხს შევეხებით და ამაში დაგვეხმარება მარიამ ბუკია რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება მარიამ მოგესალმები და გისმენთ ყურადღებას მოგესალმებით როგორც შენ დაანონსე რომ საუბრობთ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა გუშინ ეს ნიშნავს იმას რომ სასკოლო რეფორმა ხორციელდება გარკვეული ცვლილებები ეს ეხება სასკოლო ფორმებს მობილური ტელეფონების აკრძალვას იმას რომ ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმის მოდის და ესე ვთქვათ მე-12 კლასი არა სავალდებულო, არამედ არჩევითი ხდება. მოკლედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. შალვა, ძალიან გამარჯობა. განსამაში სტუმრობისთვის. ჩვენი ესე ვთქვათ ერთგული სტუმარი ხარ და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სამოქალაქო პოზიციისთვის მათ შორის განათლების მკვლევარი და მასწავლებელი. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ რომ გითხრა, ესე ვთქვათ რა თავარი პრობლემა შეიძლება იყოს განათლების რეფორმის ამ მხრივ, ასე ვთქვათ, მიღება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს კონცეფცია, რომელიც ჩამოაყალიბეს რეფორმის და დეფორმის სახით, ყალიბდება ისე, რომ არც ბიუჯეტი ვიცით მისი, არც საერთოდ რას ეყრდნობა და არც ავტორთა ვინაობა საერთოდ ვინ დაწერა დღემდე რომ მკითხოთ მათ არ ამჟღავნებენ და სხვა შორის გუშინ იყო შეხვედრა სწორედ თესეუს პროფესურა შეხვდა განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს და იქ ყოფ საზოგადოებას და თითქმის არც ერთ ლეგიტიმურ კითხვაზე რაც საზოგადოებას ჰქონდა ვერ გაეცა პასუხი და ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ ეს გვაქვს ჩვენ რომ არ გვაქვს არანაირი საყრდენი, რაც ამ კონცეფციას, ასე ვთქვათ, დამაჯერებელს გახდის. და შესაბამისად იკვეთება ის, რომ ყველაფერი, რაც თუნდაც აი უნივერსიტეტების გაერთიანება, თუნდაც მე-12 კლასის გაუქმება, რაღაც ესეთ რადიკალურ გზაზე მიდის და ამას ქვია გავაუქმოთ, გავაქროთ, შევცვალოთ კი არა და გავაუმჯობესოთ, გავაუქმოთ, გავაქროთ და იქედან რაც დარჩება, მერე ფაქტობრივად რჩება ის, რომ ჩვენ ვიღებთ 20 წლის წინანდელ საგანმანათლებლო პირვანდელ სივრცეს, რომელიც პრაქტიკულად ავად თუ კარგად განვავითარეთ, შევქმენით და მოვიყვანეთ აქამდე. ეხლა როგორც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი განათლების სისტემა ხარისხიანი ასეთი არ არის, მაგრამ რაღაც გავაკეთეთ, ხო? შესაბამისად მე იმ დროს, როდესაც ხელისუფლება იბრალებს, რომ არის დემოკრატიულ რელსებზე და არასდროს არ იწყებს ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე განხილვას, ჩართვას იმ დაინტერესებული პირების, რომლებიც ამ საქმეში და ამ მიმართულებით იკვლევენ რაღაცებს, განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს, რომ ეს არის განათლება, ეს ხო არ არის რაღაც პროდუქტის ფასი გააძვირო ან შეამცირო. ყველას ეხება დაწყებული პირველი წლიდან დამთავრებული უკანასკნელ წლამდე. ხო, შესაბამისად ამ დროს, როდესაც საზოგადოების ინტერესი არის მაღალი და თქვენ რეფორმის ფარგლებში ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებისადმი არის აგდებული, თითქოს თქვენ რა იცით, ჩვენ ვწყვეთ და არა თუ რა იცით, არც როგორც აღნიშნე არ ასახელებენ ვინ დაწერა და რა სახის პროფესიონალები არიან ამ საქმეში ჩართულნი, ხო? პირდაპირ იკვეთება მიზნობრიობა, რომ ეს არის უფრო ცუდის მომასწავლებელი, რაც სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკურ კონექტურაში ჯდება ხოლმე ძირითადად და არა მაინც განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული. რაც შეეხება თვითონ სასკოლო განათლების ზოგად რეფორმას, ხო, მე-12, მე-11 ჩვენ ერთ კლასს კი არ ვაუქმებთ რეალურად, არათუ ერთს ორს ვაუქმებთ, იმიტომ რომ მე-12 კლასი ხდება არჩევითი, ეს არჩევითობაზე ამას აქ არის კითხვა მთავარი, რა სახის არჩევითობაზეა საუბარი,
ვინ ასწავლის, როგორ ასწავლის, რა სილაბუსია გათვლილი ამ შემთხვევაში, ის მასწავლებლები, ვინც არ მოხვდებიან ამ საგნობრივ დისციპლინაში, რჩებიან საათების გარეშე, ხელფასები, იმიტომ რომ მიბმულია პირდაპირ და ასე ვთქვათ, საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია მასწავლებლის ხელფასზე პირდაპირ. თუ ეს საათები უქმდება, მე-12 კლასის მასწავლებლები სად მიდიან მაგალითად, ხო? არათუ მე-12 კლასი, მე-11 კლასი გახდება რეპეტიტორიუმი, რომელიც არათუ სწავლებას და ცხოვრებისთვის მომზადებას ჩვენ ხო ზოგადგანათლებაზე ვსაუბრობთ, მარტო უნივერსიტეტი ხო არ არის უმაღლესი განათლებისკენ სწრაფვა და სკოლა მარტო ამას ხო არ გვაძლევს, ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ზოგადი ცხოვრებისთვის და რატომღაც თავადვე მინისტრი ამბობს ამას, რომ ეს არის რეპეტიტორიუმი, ანუ ზოგადი განათლების იდეაც კი იკარგება მე-11, მე-12 კლასში, როცა ყველაზე ჯანსაღად აზროვნებს უკვე ბავშვი ჩამოყალიბებულია და ყველაზე ისეთ საზოგადო და ცხოვრებისეულ თემებს უნდა შეეხო სკოლაში და მაგალითად დაამატო ფილოსოფია, მაგალითად დაამატო, რა ვიცი, ნებისმიერი ჯანსაღი ცხოვრების წესი, აი ასეთი საგნებზე რომ იფიქრო და ამ მიმართულებით განავითარო და ბავშვი მართლა მოამზადო ცხოვრებისთვის, რეალურად ყველას აიძულებ, რომ თავადვე უსვან ხას, რომ ჯერ ერთი რომ ყველას უმაღლესი განათლება არ ჭირდებაო და მეორე გაიძულებენ, რომ ყველა რეპეტიტორიუმში მოეწყოს მე-11 კლასში და გინდა თუ არა რაღაც აირჩიო, ხო? ასე რომ ჯერ ერთი საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა საფრთხის წინაშე ვდგებით და დავდექით უახლოეს დღეებში და უახლოეს მომავალში დავდგებით, ხო? შესაბამისად, 2 კლასი უქმდება იმ ფონზე, როდესაც ინფრასტრუქტურა გამართული არ არის, სასაცილოა, ხო, პირდაპირ, აი პროფესიონალური დეგრადაციის ზღვარზე ვართ. მე აღარ ვამბობ კულტურული, ეთიკური, მორალური. ეს არის უკვე პროფესიონალური დეგრადაცია, რაც განათლებას ეხება, არის უკვე ფუნდამენტი იმისა, რომ საზოგადოება მთლიანად გაითიშოს იმ ერთადერთი განმავითარებელი ველიდან, რომელიც მას აზროვნებას, კრიტიკას და ნებისმიერი საკითხისადმი აზრის გამოხატვას ავალდებულებს და თუ ამასაც გააკეთებენ და ცხადია აკეთებენ, სამწუხაროდ მათ ერთი შეხედვით ერთი ხელით გეუბნებიან რომ ვისაუბროთ და მეორე ხელით კიდევ აღნიშნე რომ მივიდნენ და ფაქტობრივად არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცეს. რეალობა დგება ეს, ანუ ჩვენ ვართ რადიკალურად განწყობილი ჯგუფების ერთობლიობა სამწუხაროდ, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის რადიკალური ნაბიჯებით ვაგებინებთ რაღაცებს და მოქმედება, ზომიერება სამწუხაროდ არ ვიცით და ეს უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ჯგუფიდან იკვეთება განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, როცა საუბრობენ ხოლმე რაღაც რეფორმაზე და ცვლილებაზე. რაც შეეხება მნიშვნელოვან დეტალს, გარდა გაუქმებისა, ჩვენ ENKA-ს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს ვცილდებით. პირდაპირ 359 მუხლია თუ სწორად მახსოვს ბოლონიის პროცესის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების დარღვევაა. ანუ ერთი მხრივ ისევ ხაზგასმით ამბობენ, რომ ჩვენ ევროპული ინტეგრაცია არ შეგვიჩერებია, უბრალოდ ფაქტად გვაქვს რომ შევაჩერეთ თან და მეორე მხრივ ამბობთ, რომ არა ევროპულ განათლებას არ წყდებით, ეს პირიქით აუმჯობესებს განათლებას და ამ დროს ყველა ფაქტს ვარღვევთ მუხლობრივად. აი გუშინ ახლა მე ვუსმენდი პლენარულ სესიაზე მიმდინარეობდა ამის განხილვა და იქ ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლონიის პროცესთან ეს არაფერ კავშირში არ არის და მოსწავლეებს რომელსაც სურთ რომ ევროპის ქვეყნებში ვეძებდი 359 ასოცირების ხელშეკრულების ეს მუხლი იღება თუნდაც არათუ დიპლომები და ასე ვთქვათ ატესტატები არ აღიარებული იქნება ევროპულ და ამერიკულ სკოლებთან მიმართებაში. თვითონ ასოცირების ხელშეკრულების ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რაც ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება ჩაითვალოს, ეს ამას რომ თავი დავანებოთ, განათლების მიმართულებით ეს თავარი მუხლი ირღვევა. ხო და ბუნებრივია ხა ჩვენ საუბრობთ მეზობლობაზე და ურთიერთობაზე და ყოველთვის თქვენ გაგიხარდებათ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის გაყვედრით რაღაცას და თან გეუბნებათ, რომ იცი რა თქვენ არაფერი არ მომეცით, არაფერი არ განვითარებაში ხელი არ შეგიწყვიათ და თან მეორე მხრივ აქებ და ადიდებ, რომ თან აქეთკენ მივდივარ, მინდა ურთიერთობა, მაგრამ თან არ მინდა. ანუ ასეთ რაღაცას ვეუბნებით ჩვენ ევროპულ სივრცეს და საზოგადოებას. აი, ევროპულ სივრცესთან დაკავშირებით გავაგრძელო ის ხაზი, განაცხადეს, რომ სინამდვილეში ბოლონიის პროცესთან კავშირი არ არის და ჩვენ ქართულ მოსწავლეებს, რომელსაც სურთ, რომ ევროპაში გააგრძელონ სწავლა, განათლება, ვაძლევთ
შესაძლებლობას, რომ აირჩიონ მე-12 კლასს. თავი კითხვა რაც იყო დასმული, მან და არის მე-12 კლასზე კითხეს ზუსტად და ერთ-ერთი პროფესორი, თესეუს პროფესორი ცალსახად პირდაპირ ეუბნებოდა რა სად არის დოკუმენტი, კონცეფცია, პროგრამა, სილაბუსი. ანუ მე ასეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ მოდი დავიწყოთ და პროცესი გამოაჩენს რა გავაკეთოთ შემდგომ. აშკარად მათ არ აქვთ არაფერი დაწერილი, გეგმაც არ არსებობს. ჩვენს ქვეყანას ხო საერთოდ ეგ პრობლემა აქვს, რომ გრძელვადიანი მიზნები არ გვაქვს, ჩვენ ვარსებობთ მოკლევადიანი მიზნებით, ერთ თვეში რა მოხდება, ორ თვეში რა მოხდება და მე ვადგენთ, ანუ პრაქტიკულად ამაში ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ყოველთვის გჯობიან. და შესაბამისად ამ ნაწილშიც განათლებას როცა ვეხებით, ზუსტად აქ გამოიკვეთა ყველაზე რადიკალური, ასე ვთქვათ, ღრმული, რომელშიც ჩავარდით და ეხა ამოსვლაც აღარ გვინდა, აი აქ რაღაცებს ერთმანეთს ვეჩხუბებით, არა ეს არის სწორი, არა ეს არის სწორი და საბოლოო ჯამში რა ვიცით მორალური, ეთიკური საკითხებიდანაც კი ჩანს, რა არის სწორი და რა არ უნდა გააკეთო ხელაღებით, არ უნდა გააუქმო ხელაღებით რაღაცები, მით უმეტეს არავინ რო არაფერი არ იცის, არავისთან რო არაფერი არ გიკითხავს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ უნდა თქვა, რომ მე არ ვარ დემოკრატიული სახელმწიფო და მე ვარ ავტორიტარული ხაზის იმედი მაქვს ხაზის გამტარი და არა დიქტატორული რეჟიმი, რომელიც რასაც უნდა იმას გააკეთებს და თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ, ხო? ეს პრინციპია იმ ფონზე, რომ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობ და არათუ ამ კონცეფციას არანაირი ბერკეტი და მუხლი არ აქვს, საერთოდ არც ვიცი, არ გვაქვს რა უნდა წავიკითხოთ პრინციპში რომ და შევეხოთ. ის არის, რით შეიძლება განსხვავდებოდეს მე-11 კლასი, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამისგან. ამაზე პასუხი არ აქვს. და ასევე მე ჩაიკითხებით საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები რომ მოვიყვანოთ, თუ კი გვაქვს ამის შესაძლებლობა ანალოგი, სადმე თუ არის მსგავსი მიდგომა. კი, აი ასე რომ დავიწყეთ. ბუნებრივია რომ ჩვენ მაგალითად მოყავს ევროკავშირი, იგივე და ამერიკის შეერთებული შტატები და არა დაუშვათ სხვა განვითარებადი ქვეყნები. საინტერესოა მათემატიკაში. სადმე თუ გაუქმებულა პირდაპირ. აი ამ გზით ესეთი რეფორმა, რადგან ჩვენი მთავარი პრობლემა მართალი ბიზნესის რომ არის კონკრეტულად ყოველი მინისტრი ყოველ რაღაც ახალ რეფორმას გულისხმობს და ხან ვაშლებს ვარიგებდით სკოლებში, ხან რას და ხან რას და რეალურად საქმე არ კეთდება ამ მიმართულებით. ნაწილში სულ თავიდან რომ დაიწყო ამ რეფორმის განხილვა, მახსოვს თესეუს კორპუსის წინ, ზუსტად ეს ქალაქები, ქვეყნები გავაჟღერე თურქეთი, ბელარუსი, რუსეთი და თუ სწორად მახსოვს ტაჯიკეთი იყო, რომელიც ამ ჭრილში ჯდება, ნუ ეხა აღარ დავასახელებ მათ ხარისხზე და მიზნობრიობაზე და ამ ქვეყნებზე თვითონ აღარ ვისაუბრებ, ცალსახად ცხადი ხდება, რომ ეს ქვეყნები თავიდანვე ორიენტირებულნი იყვნენ რაღაც საზოგადოებრივი აზრის დახშობისკენ და არა მაინც და მაინც განვითარებისკენ. ვამბობდი წეგან ზუსტად ამას, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ არათუ ვავითარებთ რაღაცას, არამედ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის და ასეთ თანამედროვე სივრცეში, როცა ციფრული მიმართულებები უნდა იყოს მიზნობრივად აღებული სახელმწიფოს განვითარების ჭრილში, განათლების ნაწილში, ხო? ეს საერთოდ არ არსებობს კონცეფციაში. ანუ უბრალოდ რატომ ჩათვალა საზოგადოება მაგალითად რომ მე-11 კლასის გაუქმებით ხარისხი ვითარდება. აი ამას ლოგიკურად დასვით კითხვა, როგორ შეიძლება სწავლა მოუწევთ თავის როგორ მოუწევთ სწავლა? მე-12 კლასში არ ვიცით ჩვენ რასაგნებით უნდა ვისწავლოთ იმ ფონზე, რომ ერთი სახელმძღვანელო, ერთი პროფესორი, ერთი ფაკულტეტი, საერთოდ ზუგდიდი, გორი, ახალციხე, ესენი რომ რჩება მიღმა, ის რომ კვოტები უქმდება, აბიტურიენტები ფაქტობრივად დაფინანსების გარეშე რო რჩებიან, უფასო განათლებით რო გვისაღებენ და 25%-იანი ის გვაქვს მარტო ბიუჯეტი განათლებაში და არც გაზრდილი 2026 წელს. ეს როგორ უნდა დააფინანსონ უფასო განათლება შემთხვევით კვოტების გაუქმებისა და პროფესორების გათავისუფლების ხარჯზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი და მოხდება, ხო? შემთხვევით მე-12 კლასში მასწავლებლების რაოდენობის შემცირებაზე ხომ არ მოხდება ეს ყველაფერი და ფაქტობრივად რეპეტიტორიუმი იმიტომ გახდება და არსებობს ერთ-ერთი უხეში აზრიც, რომ ეს შეიძლება იყოს ფასიანიც კი მე-11 კლასი, როგორც ადრე იყო
და პრაქტიკულად კარგად დავიწყებული ძველი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მე პირადად ბნელ წარსულს მახსენებს და სხვა არანაირი მიზნობრიობა მასში არ იკვეთება, მართლა რომ ეს იყოს ორიენტირებული ცოდნაზე და განათლებაზე, დაიწყე მაშინ კვებით. შემოიტანე მინიმალური რეფორმა, დაიწყე ინფრასტრუქტურით, Wi-Fi არ არის, ანუ სასკოლო ინტერვარი დამოიწყდა ეს სიტყვა. ინტერვალი ხო, შემოიტანე Wi-Fi ვახსენეთ და მობილურების აკრძალვაც არის ერთ-ერთი ინიციატივა ამ რეფორმის ფარგლებში. მობილურები აკრძალული მქონდა 2 წლის წინ, ჯერ კიდევ მე როგორც დამრიგებელს და ამას დღემდე ვასრულებ პირნათლად, როცა საჭიროება ამას ვიყენებ, როცა არ არის საჭიროება, მოსწავლეები ამას თავადვე შეეგუნენ და ამ ფორმზე ჰიმნის შემოტანა და მობილურების აკრძალვა, როცა სკოლაში არაფერი არ კეთდება და არაფერი არ უმჯობესდება, სხვა ყველაფერი რომ მოგვარებულია, უბრალოდ შედით 20 სოფლის სკოლაში და რამე კარგი მოუძებნეთ ამ სკოლას ინფრასტრუქტურის ნაწილში. თუ ეს ყველაფერი კარგი და მოგვეწონება, მაშინ შეიძლება რაღაცაზე ვისაუბროთ, იგივეა ამ უნივერსიტეტის გაუქმებაზე, ინფრასტრუქტურა ახლა გაახსენდა თურმე ერთ-ერთ ტელეარხს და რეპორტაჟი გააკეთა და ახლა არის თურმე ჩამონგრეული და განადგურებული 13 წელი ეს ყველაფერი არ ახსოვდათ და საერთოდ ახლა გაახსენდა თურმე განათლება რომ ცუდ დღეშია და 2012 წლიდან 10 წელი გაჯერებდეთ და ვიჯერებდით რომ კარგად და სწორად მივდიოდით, ანუ რაც მინისტრები გამოცვლიან, რაც რეფორმები შემოუტანიათ და რაც გაუკეთებიათ განათლების მიმართულებაში, ესე იგი თავადვე აღიარებენ რომ ამან არ იმუშავა და მაშინ სად არის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ არავის არ უნდა რომ აიღოს. ბატონო, მოკლედ ძალიან ბევრი თემა გვჩება, კიდევ საკითხი და დეტალი ამ განხილვის მიღმა, რაზეც მე ძალიან გული მწყდება, სამწუხაროდ, თუმცა ჩვენი განათლების რუბრიკის ფორმატი ამის საშუალებას დროის მხრივ არ გვაძლევს. იმედი გვაქვს. მე მომხრე ვარ. იმიტომ რომ რა ვიცი, პრაქტიკულად ზოგადად შევეხეთ საკითხებს და ჩაშლა ფიზიკურად შეუძლებელია ამ კონტექსტში. ამ დროში, კი ბატონო. კიდევ დარჩა ბევრი ამბავი ნამდვილად განსახილველი ამ მიმართულებით, თუმცა კი აუცილებლად და მე მგონია რომ ერთ კვირაშიც ძალიან აქტუალური იქნება ეს საკითხი და ერთ კვირაშიც ამ თემაზე ვისაუბროთ, მარიამ, კიდევ ერთხელ მადლობა განათლების რუბრიკისთვის, მადლობა დიდი მადლობა მოწვევისთვის.